ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო. ახლა ჩვენს შოუში სტუმრის ჯერი დადგა და ვინ უნდა მოგვეწვია სტუმრად. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და როგორც იქნა დავითანხმეთ. ვინ თუ არა დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი, იუბილარი პატა გულიაშვილი. აბა ოვაციები სადარი აპლოდისმენტები არ მესმის აქ. ესე იგი არ ვიცი რამდენად დამიჯერებ ახლა ამას, მაგრამ ნამდვილად ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ვერ ვიპოვეთ სხვა სტუმარი. და რაღაცა არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო და რა მოამზადეთ. და სხვათა შორის ჩემი მხარე ჯობია თურმე აქედან ჯობს. და რაც უფრო ახლოს ვიქნები მოძმეერთან განსაკუთრებით ჩემთვის სასიამოვნოა. მადლობა ბიჭები. მოკლედ, ბატა გულიაშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმარი, სხვათა შორის პირველად უპრეცედენტო შემთხვევაა, ესე პირველად არის ამ შოუში სტუმრად ჩემ პატა. მოკლედ, დღეს დაბადების დღე გაქვს ჩემო კარგო. ჩემო ძმაო, მეგობარო. არიცი კალენდარს ვეძებდი, რომ აი მაგალითად რანაირად მოხდა თქო, რომ ხუთშაბათი დღე დაემთხვა. სულ არის ხოლმე სამშაბათი, ოთხშაბათი, ესე რა. და აი ხუთშაბათი დღე როცა ეთერში გასვლის დღე არის 2053 წელს თუ 2 წელს ემთხვევა კიდე. ასე რომ არ შეგეშიდეთ მუშაოთ ბიჭებო მთელი წლები წინა გვაქვს. მე რო დაემთხვა ვინ იწვალა? აი ამაშია საქმე. მაიასტომებიდან მოყოლებული კიდე შევასწორე კალენდრები და რა ვიცი მე. შეგენაცვალე, მოკლედ დაბადების დღე გაქვს დღეს და შენ ირგვლივ მოდი ავაწყოთ დღევანდელი ჩვენი. მე რა ძნელი ყოფილა აქ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ეხა. პატა თელაველი კი ხარ, მაგრამ დაბადებული ხარ ლაგოდეხში. დედა იმერელი. სტუდენტობის დროს ცხოვრობდი რუსთავში. ახლა ცხოვრობ თბილისში. ამ პატარა ტურნე და ხوارაფერი გამომჩა. ესენი დაბადება არის საოცარი ამბავი. თურმე როცა დედა ჩემზე ყოფილა ფეხმძიმე, იმ ბედნიერ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის 22 მაისის გამთენიას დავიბადე სხვათა შორის. ეს და საათი თუ არ ვცდები 4:11 წუთი სადღაც ესე 4:11 წუთი ესე მიყვა დედაჩემა მე ვერ დავეთანხმები არ მახსოვს და ნუ შეიქნა ერთი ამბავი პირველი ვაჟი ევლინება ეხა გულიაშვილებს და აღმოჩნდა თელავის სამშობლოა რომ დახურული სარემონტო სამუშაოების გამო სხვათა შორის მე რომ დავიბადე იყო მიწისძვრა ლაგოდეხის მხარე იყო ეპიცენტრი ეს რაღაცა ნიშანია რომ ისეთი იბადება ადამიანი რომ ვიწაიძრა მამაჩემა ი ბევრი ფიქრი არ დაჭირვებია გურჯანში ხوار გავჩნდებოდი და გამაქანა ლაგოდეხში ალტერნატივა ხოდა გაურბინეთ გურჯას და დედაც ყოჩაღად მოიქცა და მოვევლინე ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა საყვარელი ო კი რაღაცა ის ფილმი გამახსენდა ხო იცი დაუბადებულო არ სოფელს ხვიტოს აი ეს მოხდა და თუმცა ეხლა ეს ყოველთვის არის ხოლმე გამოცანა ჩემ ნიკოლოს ყველასთვის იმიტომ რომ კახელობ როგორ რა მარტო ერთი 150 მეტრზე 200-ზე მეტი გაცვეთილი მაქვს რომ აი ამდენი კახელი და კახეთი ორი აბზაცი არ არის რომ არ იყოს კახეთი არ ვახსენო და უცბად ვინმე მოვა ლაგოდეხელი გამიხარდება და იცი მე ლაგოდეხე ცოტა ალმოცერად მიყურებენ ხოლმე რა ეს ლაპარაკული რა ის და უცბად შემოვა ვინმე იმერელი თერჯოლის რაიონი არ არის სიმონეთი სიმონეთიდან ვარ წამოხტები ეს ხალხი გავასწრე ჩემი სიმონეთი რანაირად კაცო თელავი დედა მყავს კაცო თერჯოისა სიმონეთი კლდიაშვილის სოფელი შეგენაცვალე გადასარევი შენი ჭირიმე ჩავალ სამეგრელოში
თქვენგენა ჩემი დიდი ბებია ყოფილა მეგრელზე გათხოვე. აი შეგენ კაიგაცი შევიძი აფერისტი ხორა ხაზე. სადახა სადაბოდიამო. აი ესა ლაგოდეხში გავჩდი. ჩემი ახლო ბაბუა ჩამოვიდა არც თავადისთვის მოუჭრია თავი არაფერი. სივიდი მოდიოდა თურმე გადასარევი. დააწვა საჩხერის რაიონის სოფელი ცხამიდან არის გვარი. დააბოლოდო სამსაჩხერეს ძალიან ხას უსმევ და ჩამოვედით იქიდან. ჩამოვედით ლაგოდეხში, გადასარევის სიმინდი მოვიდა, 2 თვალი სახლი წამოუჭიმია და მე კი გადარჩენილი ვარ, მას პავლე ერქვა, მე პატა მქვია, სიბერეში არ ვიცი რას დავიძახებთ, ეხლა უკვე მე შევდივარ მაგაში, პავლო ესკობარი, ლაგოდეხი. პავლე. მოკლედ ეს ავადგინეთ ახლა ყველაფერი. ნუ რა ვიცი. ანუ არ ვიტყუებით ხო რა მაგის. ხო, ამ დაბადების დღეებიდან აი 27 დაბადების დღიდან რომელიც ახლა შეგიცნობდა რომელიც გამოარჩენდი განსაკუთრებულად. ნუ პირველი ნახევარი ახლა მესმის რომ შენი მე მაშინ წლები კახეთში გატარებული რა ბავშვობა და 16 გაჭიმული 16 წელი. ხო რო შევადარე სამი სკოლა გამოცვლილი არ ვიყავი კარგი მოსწავლე ალბათ როგორც ყველა ახლა არც ისე იცი რა ისტორია უფრო მიყვარდა ვიდრე არაფერი არ მიყვარდა თეატრის მათემატიკაში გლიჯავდი ყველაფერს. ხო, ტექნიკური საკითხები არ იყო ჩემი რაღაცებს რომ ამბობენ ხომ. არაფერს არ სწავლობდი, მიყვარდა თეატრი ძალიან მაგარი. იყო უბრალოდ არ იყო იმის საშუალება რომ ისტორიაში არ ჩამეხედა, იმიტომ რომ ასეთი მეფის ქალაქიდან ვიყავი და ვცდილობდი რომ ბევრი რამე მცოდნო და მის შესახებ, იმიტომ რომ დღემდე მიამაყება. და შესაბამისად ლიტერატურა განსაკუთრებით იმიტომ რომ მე პიესები რო განაწილდებოდა უხერხულობის შეგრძნება არ მქონოდა რომ არ ვიცი ესა თუ ის პიესა და შესაბამისად განვითარება უფრო მაგეთ მოხდა. თორე მიამატე გამოვაკელი ხერფასზე ვისწავლე ეგენი. და 10-ის ფარგლებში ვარ მიდაკითხა ჯერ კიდე. ხო და მინდა აღნიშნო ეს ხელმძღვანელობის გასაგონად, მაინც დაბადების დღე ვაკ რა ვიცი. კი ბატონო, ამას მე სტუმრობის ბოლოს კიდე გავიმეორებთ, აი დავიდმე ბაბოჭრას ეს ერთი მეორე რო იყოს. ესე ბავშვობიდან გაქვს ექსცენის სიყვარული, ვიცი რომ სულ პატარამ შეასრულე როლი სპექტაკლში. ეხლა ეგეც ძალიან კაი ისტორია. ჩვენ არ გქონდა სახლი. გარდა იმისა რომ აქა-იქა დავდიოდით. არ გქონდა ესეთი ცხოვრება იყო და მამა ჩემი შეიჭრა ჭადრაკის სასახლეში და იმის მერე ვიძახდი და ნონა გაფრინდაშვილი ქალბატონი ჩვენი ნათესავია თქო ვიტყვებოდი. იქ იყო თელავის თეატრის გვერდით იყო ესეთი შენობა და თქვა რომ მე აქ უნდა ვიცხოვრო და იქ ვიყავით და იქვე ვიყავით რა თეატრთან. და იქ რეჟისორი ალექსანდრე კანთარიან, უკრი კანთარიან, მაშინ თელავის თეატრის ხელმძღვანელობდა და იმ ეზოში ვთამაშობდი ხოლმე 3 წლის ვიყავი. ალბათ 1-2 წელი მოგვიწია ეგ ცხოვრება და მე ნუ როგორც ხდება, მაშინ კიდე აძლევდნენ ბინებს. სამსახიობებს და თქვა რომ დგავო რევა ზინანიშვილის წყალჭალის ხმებს, ეს მამასთვის ვთქვამს და იქ წარმოსახვაში, მთავარი გმირის წარმოსახვაშია მისი ბავშვობა და მინდა რომ რაღაცა სტანოქს ეძახიან იქ თეატრალურად უფრო უხდება რა, ესეთი შემაღლებული ადგილი არის, კიდე უფრო მაღალი, უნდა შეხტეს ეს ბავშვი და უნდა იყვიროს და კიჟინა დასცეს. თუ შეძლებს ამასო რა, პატიკო და ამას ელაპარაკება დედას მამა ესაუბრება და მე უკვე ჩაცმული ვარ. ისე მინდოდა ეს ამბავი და მოკლედ ვითამაშე ძალიან წარმატებით 3 წლის ვიყავი და რამდენიმე დღეში თეატრს მოუწია ტალინში წასვლა, გასტროლი, თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და 3 მანეთს მაძლევდნენ ერთ გამოსვლაზე. 3 მანეთს, სხვათა შორის არლიონოკი, გიორგი. არლიონოკი ვიყიდე მაგფულით. ვაგროვები, წარმოიდგინე 3 წლიდან რომელ წლამდე ვაგროვებდი რომ არლიონოკი. და მეძებს ხალხი დავიკარგე. სპექტაკლი იწყება 5 წუთში, მამა ჩემი არის თეთრი ფერის, და ჩემი არ იყო წამოზული. მამა ჩემს ყავდი ჩაბარელი. ტალინში. გადაანგრიეს თეატრი ბავშვი არ არის, იქ არ არის, ვაიმე სადმე ხელი ხო არ შეყო, დენმა ხო 3 წლისა ვარ რა. ნუ გადარეულია რა, ამოატრიალეს თელი თეატრი ეს. ელი დასი, ბასპიზელი. იქაურები, აკაურები, ესე და
ესე იგი ერთხელ თქვა რეჟისორმა რომ ჭკვიანი და ესე იგი ადამიანს რომელსაც მსახიობობა უნდა 9 საათი არაფერი არ არის 2 საათით ადრე მაინც უნდა იდგეს თავის ადგილას და მე წარმოვიდგინე საიდან შევდიოდი ძალიან ისეთ ნაყოფიერად წავედი და დავდექი და 2 საათი მშიერი საპირფარეშოში მინდა გადარეული გამწვანებული ბავშვი და თეატრის სპექტაკლის ტექნიკურმა რეჟისორმა ქალბატონმა მაყვალა მიპოვა იქ რომ ვიდექი უკვე როგორი მოწყურებული ვიყავი სცენას და დამიწყებენ ეხლა ესე იგი ზურგი თამაკ მოტანილი გენელსა ეს ცნობილი ფრაზაა თეატრალებში საკუთარი ზურგით ახლა შესაბამისად ახლა მე და პატამდე იწლის მეგობრები ვარ და მის ათესავებს ახლა ბიძაშვილებს ამის ვიცნო და ბავშვობიდანვე იყო ასეთიო რა სულ იწევდა 16 წლიდან ვმუშაობ ხო მაგრამ ძალიან პატარაც რო იყო ახლა ბავშვებს ხო აქ ზოგიერთს კომპლექსი და წეღარო მომოვდი მის ბიძაშვილი ათესავები და რაღაც მეუბნები ეს კაცო იმერულეს ხიზებში რო აი ფარდას რო გააკეთებენ ადიელისგან და რაღაცა რეიზა და უკრებენ ჩემეზობელს იები და ახლობით ასეთი ბავშვი იყო ანუ ზოგს რო ძალით აძალებენ ხოლმე ჩააბარე თეატრალურში რაღაცა ეს ბავშვობიდან იყო ზუსტად ბილეთებსაც ყიდდი იქ მოვაწყე მე კაფე წვენები იყო ხო წყალში გადასაზრები ჭიქებს დავაშყავდი ბულკებს ვიყიდიდი იაფად 10-15 კაპიკს მოუმატებდი და ხო არ გონია რომ ბილეთი შემეშვა ესეც უნდა ეყიდა მე ავიდოდი ხან ქალის კაბას ჩამოვიფხატებდი ადიელას გავწე და მიდიოდა ფული მქონდა სადიღო კინოებში პოპკორნი 1000 როგორი მომიგრებული ბულკი და იუპის წვენები ფათაშორის ძალიან მაგრად გამომდიოდა რა მეცნობილი სიმღერა მაშინ რა მანქანას ვაჩერებ ეგეთი სიმღერები იყო მაშინ წარმოდაშლი აი ესეთი ქორწილების სიმღერები და იმისი მუნჯური გაკეთება აი ტექსტებს ყვებოდი მოძრაობები პანტომიმით ამაზე ბილეთი იყიდებოდა აი გლეჯვაი აი შლაგების ვიდეო და ბატონო სოფელ ონანაურში ვიდეო და ლაგოდეხის რაიონი არ დაივნეს ხალხი ბატონო ლაგოდეხის კარგი ახლა მოვიდეთ მაშინ იქამდე რომ მე ჩავარეს თეატრალურ უნივერსიტეტში თავისთავად ხო ჩავაბარებ ეს ძალიან მაგარი ისტორიაა ესე ყვებოდნენ ბევრ რაღაცებს ამ ინსტიტუციაზე ძალიან შეშინებული ვიყავი რომ შეიძლება ის დაგავალონ ვერ გააკეთებ აი ხო რაღაცებს მოავალებენ რა კუჩის ის უნდა და ვიღაცას ბიჭი გამოსულიყო მეხანძრე პოლიციელი უნდა და ნაყინის გამყიდველი კოსმონავტი აი სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი არტისტი სულ აი მეტი აი როგორ რაღაცა იმქონდა იცი მაცივარსო გამოვაღებდი მაგალითად იდო ლიმონათი ხო და ავიღებდი ამ ლიმონას და გონებაში ვიძახდი მე რო პირველ ინტერვიუს მეწყე როგორ რასაც მელი გიყვარს ლიმონათი მიყვარს რაღაცებს ვაღე ბავშვი რა მე ხა ეს აქამდე რომ მივიდა ძალიან შემაშინეს რა რომ ვერ ჩააბარებო მისაღებ გამოსთებზე თქო ხო ეგ მინდოდა აი საშინელება იყო რა ითამაში ან ვინი მე გამანციფრა რა მიცი რომ მივედი თქვენს რომ გაიხადეთო გამოიცვალეთო რა ანუ ჩვენთან როგორ არის იცით ცეკვას გასწავლიან პირველ კურსზე ცხენზე ჯდომა ხო მეტყველება თავისთავად გრიმის გაკეთება ფარიკაობა და ეს ელასტიკები უნდა გეცვას ელასტიკების ჩამსვლელი ვიყავ მამა ჩემი ცხონებული მელოდება დაბლა ჩამოვედი ვზლუქუნებ მე უთხარი მე აქ არავან მეთქი რატო შვილო რაღაცა ნასწრები ფული წამოვედი კიდე არა მე უთხარი ელასტიკი აი მან თუ იცლია რა ვარ მე და მე ჩავაბარე თავიდან ჩემ დროს ვინ იცლიდა და ავედი პირველად დავინახე გენაცვალე არაჩვეულებრივი ერთი ვიყავი ყველა თბილისელი იყო ჯგუფში ჩემი ჯგუფელები ვინ იყვნენ ახლა ვახო ჩაჩანიძე თამუნა ნიკოლაძე ვასიკო ოდიშვილი ნათია ზარნაძე ნათია ნათიშვილი არავინ გამორჩეს ლაფაჩი ნინო მადონა ტეხური და ასე შემდეგ ასე დათოჩიკოვანი ბექა ჭავჭანიძე ლაშა გიორგი პაპუაშვილი ძალიან შემდგარი სახიობები იყვნენ და მე დამაკლეს ქულა ახლა რატო გაუსი ამას ხაზი რომ ერთი ვიყავი მეთქი რეგიონიდან და რომ მივედი ეთყობა თქვენს ეხლა ამას ასე და დამაკრეს ქულა ერთი ქულა ინგლისურში
და ინგლისური საერთოდ ქულა არ უნდა დაეწერა წესით, იმიტომ რომ საერთოდ ინგლისური რო ენა იყო არ ვიცი. შეურაცხყოფილად რო იგზა. ხო და ინგლისური საერთოდ ენა რო იყო ისიც არ ვიცოდი. ხო და ეხლა შენო რაღაცები უნდა მოყვეო რაღაცა ესეო ინგლისური ოსტატობაში 10 მაქვს რაც საჭიროა ეხლა და ინგლისურში მაქვს რაღაცა 8 თუ 9. ხო და ნუ მეთქი ეხლა ჩამოვედი რაღაცა ძალიან განვიცადე რაღაცა და მე ესეთი კლოტას ეძახიან ესე იყო ანუ მიზნობრივი ჯგუფი აი კონკრეტულად რეგიონისთვის იყო ხოლმე ქუთაისის ჯგუფი, ბათუმის ჯგუფი, თელავის ჯგუფი, ამის ჯგუფი, იმის ჯგუფი და მაშინ თქვეს რომ თეატრმა თუ მოითხოვა რომ ჩვენთვის გვინდა კონკრეტულად შეგვიძლია რომ დაუშვათ რა. მოკლედ ძალიან მაწვალეს რა. გავიდა ხანი ჩემო ძვირფასო დავამთავრე. ეხლა მე ხო ვიცი ვინც დამაკლო ეს ქულა. და არის რაღაც მოხდი უკვე რუსთაველის თეატრში, არის წარმატებული როლები ბატონ რობერტთან, არ ვიცი რა, ზღაპარში მოხდი ფაქტიურად, იმიტომ რომ აი ეს ლეგენდები ხო, არ ვიცი, ძიაკახი, გურამ საღარაძე, ქალბატონი მედიკო ჩახავა, რამაზ ჭხიკვაძე. აი ხალხს ეხა უყურე კარლო საკანდელიძე, მათი ვინც არ არის ყველა სული განართოს ღმერთმა, უცბად ხედავ, აგერ გვერდით არიან რაღაცებს, მელაპარაკებიან. მოდი აგერ ეს მოგიწრით ძეხვი შეგვიყვანა მე და ცხონებული ნიკუშა კაცარიძე, ბატონმა გურამმა და კარლო საკანდელიძემ იმათ საგრიმიოროში მოვხვდით და თურმე ნათლობას ეძახიან ჭაჭის არაყი უნდა არის შემოსული არყები, მაგრამ ჭაჭის არაყი უნდა იყოს და ძეხვი. რაც შეიძლება იაფიანი გაზეთზე გაშლილი და ანუ ესე გადადის რა. რიტუალია. ხო და რო დაგვიძახეს და კუკლა ეს ლაპარაკობდა ბატონი გურამი და ძალიან საყვარელი ადამიანი და ესე გვეფერებიან და აი ამათ ხედავ ეხა და ვარ შოქში რა. მოხდი ვითამაშე როლები და ეს შემოვიდა და მილოცავს ამას რა ქვია. როგორი წარმატებით ჯარისკაც დაცვის ბიჭი რაღაცა მეტრიანი სათაური იყო პირველი სპექტაკლის და ჩვენ ჯარისკაცს ვეძახდით მარტო. და რომ მომილოცა ეს ყველაფერი და რომ მიტრიალ და ახლა არ მინდა ვთქვა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ესე იყო საჭირო ეტყვა და მოვატრიალე. აი ეს ქულას არ გაპატიებს საუკუნე რომ გავიდეს მეთქი და აწია ხელები რომ რა მოდის ვიხლიო რომ ესეთი ამბავი იყო. რაც შეეხება ამ მსახიობებს რა მინდა იცი თქვა, აი რაღაცა ჩემ ცხოვრებას, ჩემო ნიკოლოზ და რაღაცა აი ბედი და იღბალი ახლავს სულ. გარდა იმისა, რომ აი ახალგაზრდებს ვეუბნები ხოლმე, რომ კი წვალება რაღაცა მსახიობობა ძალიან რთული პროფესია არის. ანაზღაურებით, ეხა ესე მოდი დღეს ისეთი გამორჩეული დღეა, რომ გახსნათ რომ ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ანაზღაურებით ყველა ამას განიცდის, მაგრამ აი ძალიან რაღაც სიღრმისეულ შრომას და აი საშინელებას მოითხოვს რა და სულ ვეუბნები რომ მაინც ყოველთვის შედეგი აქვს თუ გიყვარს ეს საქმე. რაღაცნაირად მაინც მოხდა ჩემ ცხოვრებაში რომ ტელევიზიისკენ ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა ჩემი ამბები, მაგრამ მე ვთვლი რომ ბედისწერა იყო ბატონ რობერტ სტურუასთან შეხვედრა და იმ მსახიობების რიგს შეუერთდი, ვინც ოცნებობდა და აუხდა მასთან მუშაობა. ძალიან ბევრი სპექტაკლი ვითამაშე და ჩემთვის გამოვყოფდი შექსპირის ვენეციელ ვაჭარს, რომელიც ბატონ გიორგი შალუტაშვილთან ერთად გააკეთა და ვითამაშე შეილოკი და მე ვთვლი რომ აი ძალიან ბედნიერებაა მისი მხრიდან ჩემთვის ამ ფოტოშორის ეგ ძალიან კარგი შესრულება იყო და შესაბამისად ეს აღინიშნა კიდეც თავისი ჯილდოებით მთელი ამით და ეს რატომ მინდოდა ეს მეც მინდოდა მეკითხა რომ ნუ ახლა მაინც შენ პაატა გულიაშვილი როცა ესმის ადამიანს ეს სახელი და გვარი მაინც უფრო იუმორი სტულ მხარესთან ასოცირდება თუმცა მინდა ვთქვა რომ ესეთი ტრაგიკული და ესეთი სერიოზული როლებიც შემატა აქ შესრულებული ჩემი გაზრდილი რო ერთიორად სამაგო ეს ამბავი ამ შემთხვევაში სცენაზე კი ცოტა რთულია ტრაგიკომედია და განსაკუთრებით კომედია რთულია
მაგრამ ეხლა ბატონ ავთოვარსიმაშვილთან ბატონ რობერტ ტურვასთან ეს ისახელი და გვარებია და ბევრი გიორგი შალუტაშვილთან რომლებიც რაღაცით გაძლევენ ამის საშუალებას ოსტატურს რომ რაღაცნაირად შეძლო ამის იცი რა ეხლა რაღაც არ მინდა რომ დავსერიოზულდე ესეთი გადაცემაა სულ ხოლმე რაღაცას მაგრამ მაგრამ ზოგჯერ გვიწევს რა ვქნათ ბოდი მოვადიეთ რომ ასეთი კარგები ვართ არა კარგზე არ არის აქ არის მაინც იმაზე რომ ჩემთვის ტელევიზია არის ხოლმე ესეთი ამბავი რომ თეატრი კინო თუ ტელევიზია რა აი მე ვამბობ რომ ტელევიზიამ მომცა ყველაფერი რაც შეიძლება რომ მოგცეს და თეატრმა წაიღო ყველაფერი ჩემგან. აი რამდენად შეიძლება ეხა ეს იყოს გასაგები დიდი პატივისცემა თეატრს მიყვარს იქაურობა, მაგრამ ეს ესია. ასე უბრალოდ თეატრს მივეცი, ანუ მე ჯანმრთელობაც კი რა. ხო, გარდა იმისა რომ ხო რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ უკვე ძალიან დიდი ხანია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდი 12 წელი ვიყავი თელავის თეატრის ხელმძღვანელი და მთელი ანუ ამ სფეროში ძალიან ეხა ძალიან მაგარი უნდა მოვყერა ბატონ რობერტ ტურვაზე მოვყვები ვთხოვე რომ მეთქი ძალიან მაგარი იქნება ბატონ რობერტ თქვენ რომ ეხა მე გვერდით დამიდგეთ და თელავის თეატრში ერთი სპექტაკლი დადგა ეს როცა ხარ ხელმძღვანელი ხელმძღვანელი როცა ვარ მოცა ბჭო ხდა და ნუ მე უთხარი აი გთხო ჩვენ ხო მეგობრები ვარ ძალიან გთხო ასე კარგი ხო და მოკლედ რეპეტიციებია და ეს სპექტაკლია გატეხილი ქოთანი კლაისტის ფანტასმაგორია რა ეს სპექტაკლი და ასე რაღაცა ცოტა არა ბუნებრივი ამბები ხდება და ერთ-ერთი მსახიობი რომელიც არ არის დაკავებული შემოდის რეპეტიციაზე თელავში ხდება მოქმედება ოდნავ ნასვამზე უფრო მეტი. ეხლა არტისტის ბუნებისკენ რო არის. ეხლა არტისტის ბუნება რა არის? მე რატო არ დამაკავეს რა მათი და მეც მაგინებს ალბათ რობიკოსაც და ეს მაყვალა მე როტალინში მიპოვა. ისე იქ მუშაობს. მაგას დავკარი გავდი და ეს არის როგორ დაქვემდებარებაში რობიკოსთან. აბა რამე ხო არ გინდათ ბატონო რომ ორი გრაფიში რეჟისორს წყალი დაიშოვდა ზღვინო და იმას უდგავდა ხო და კაცი გადაირია ბიჭო ზღვინო მე უნდა დავლიდო და აბა ეგეთი ყავა და კარები უცებ იღება რობიკო რაღაცას ხდის და ამ სიჩუმეში შემოდის ეს ბატონი მსახიობი და დაარღვია რა ეს მყუდროება და ეს გაენთო მათი მოვალეობა ეხა ეს სად მოდიხარ აქა ეუნება რა ეგრე უნდა იარო ბატონი რობერტს აქ რეპეტიცია აქა ეგ ჩუმე ასაიდ გავს იმ აი მე გაწარებულია არ მოწოს ის ამავი რა ამან ეს უკვე რობიკოსთან მუშაობს გესმის აი მე გატეხილი ქოთანი ამან რომ რაზია ფანტასე მაგორია ოი გაწოდა ფანტასე მაგორია დაი ნუ იყო ესე ქალბატონი ძალიან მაგარია აი ესე მხიარულად ჩაიარა ამ სხვათაშორის ძალიან ბევრი ჯილდო აიღო ამ სპექტაკლმა გრან-პრი, რავი, დურუჯი და რავი, ესეთი წარმატებული პიესა გამოდგა. მურმანზე უნდა მოვყვე, თუ შეიძლება. აუცილებლად. არ მახსოვს ვისი დაკრძალვა არის თეატრში მსახიობი გარდაიცვალა ცნობილი ვერ ვიხსენებ რა ეხა და არც აქ ეხლა ამას არსებთ მნიშვნელობა, მაგრამ ტრაული გვაქვს თეატრში და საპატიო ყარაული დგავართ და იქვე მოსასვენებელი რო ჩამოჯდე ერთი 10 კამი დადგეს და სამოქალაქო პანაშვიდია გესმის და ყველა იქავართ მსახიობები და კიბე იყო ამორსასვლელი და ეთყობა დურგლებს რო დაავალა ხელმძღვანელობამ გაუკეთეთ მიადგეს კიბე და სანამ ჩავიდნენ ამ მოაჯირის მისამაგრებლად უკვე გაიღო კარები და ხალხი შემოვიდა და უმოაჯირო დარჩა ეს კიბე რა და
ეხლა ზოგი ახალგაზრდა რაღაცა ისეთი სამძივარს ვიყებ და ბატონი მურმანი ხა ძალიან მიყვარს რა და ძალიან მაგარი იუმორი აქვს, აი ძალიან მაგარი რა და დაიღალა გესმის და მივიდა ეხა ამ იმაზე რა ქვია და აი ეხა ეს რო იყოს რა კიბე რა ხო კიბეები და ესე ზის რა ეხლა აქ ჩამოჯდა და მოხუცი ქალბატონი მოდის ეხლა რა და ეს სახელური არა აქვს ეხლა და მურმანმა იფიქრა რომ ხელსო გაუწოდებო და მივეხმარება დაეხმარება ამოსვლა ხო და ეხლა წამოდგა მურმანი მივიდა ეხლა თვითონაც ეხლა მკვირცხლად ვერ დადის ეხლა მთლად ისე და ამ ქალბატონს ხო გაუწოდა ამ ქალბატონმა მოკიდა შენ და მურმანი ჩარბენი და აი ვიქ ამბავი მოხდა შეკავებული სიცილის ხარხარი აი ყველა იცინოდა რა ო თან მაგდროს ამიტომ რა დამემართა სადა კი არა მოვიდა ისევე დატოვა თეატრი წავიდა ვითომ მიდიოდა ყველას მოკითხვა მომენტს რა ვიცი ყველას კიდე და უამრავი ადამიანი წეგან ვინც ახსენე რომლებიც აღარ არიან ცოცხალს ქონია ურთიერთობა და ეს ჯემალ ღაღანიძე ძალიან საყვარელია და სარალიძე საყვარლესი ჩვენი მეგობარი და ვაჟას დასაწყისში იყო პრაღა ესეთი რესტორანი ხო და ბატონ ტრისტანს და ნუ ტრისტანი იყო საოცარი ადამიანი გიჟი ძმაკაცობის სიყვარულის არ ვიცი აი ისე ვარ აი რაღაცნაირად ვარ ამ ჩვენი საქმის გადამკიდე აი ვერ გავედი ამდენი ხანია გარდაიცვალა რომ ერთხელ მის საფლავზე მივიდი აი მართლა გულწრფელად მენატრება რა მისი ეს მეგობრორი და სიყვარული ერთმანეთს და აუცილებლად პრაღა იყო რა მე და ჩემი ძმაკაცები შევიდა ცოტა გვიანია რა აი წესით არ უნდა დარეკო რა ტრისტანთან მაგრამ გაძლევდა იმის საშუალებას რომ ესე გეძმაკაცა მასთან და მე უთხარი ტრისტან ბატონო ჯიგარო შეგენაცვალე მოდი მეთქი რა ეხა დავსხედით და დავცხოთ რა სადანახართ მე უთხარი პრაღაში ვაჟას დასაწყისში შემოვიდა გავიდა ხა რაღაც პერიოდი პალტოაცია გამოწყობილი ავარც იცოდა ასე ხო და შემოვიდა და იქ შორს ვზივარ რა იქ და ხალხია კაცო იქ შეშობაძაღო სტალინი ვარ პრაღაში დავივარე საოცარი კაცი იყო აი მაგარი ავის მოკლედ პაატასაც ბევრია გასახსენებელი ახლა იმ ადამიანებზე კი ბატონო მაგრამ მოდი კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო რა ერთ-ერთი შენთვის განსაკუთრებული მინდა შევეხო ვიცი რომ მე თუ არა ვინ იცება ძალიან გიყვარს ფრენა რომელ რეისს გამოარჩევდით ამ ტურბულენტურ ზონას თქვენი ფრენები აშინელი არ ვიცი რატო დამემართა სხვათა შორის აი რაღაცა პერიოდის წინ არ მეშინოდა მარტოს დავფრინავდი და ეთყობა გავაფრინე აი რაღაცნაირად აი ისეთი შფოთვები მეწყება რომ სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე ხო არ იცი მეთქი რაღაცეები თქო რა და მომწერა ერთი ბოთლი წყალი უნდა ატარო შენი თავი დაარტყ მოკლედ ისეთი რაღაცეები რასაც ვცდილობდა არ გამომდის რა ის ერთი ბოთლი წყალი ესე იგი ჩემო მეგობრებო მინდა გითხრათ ვისაც გიფრენიათ ანაპიროთ მომავალში რომ თვითმფრინავში რომ ახვალთ თუ სახელური მოგაწოდათ სტივარდესა ეს ამისა უბრალოდ ვერ მოასწრებთ მაგრამ ან დაფხაჭრილია დაგაცრულზე ესე იგი პატაის და იმან ოღონდ რო დაფრინავს ეს არის ჩვეულებრივი რიტუალი ხო 2 საათ ნახევარი თუ გრძელდება ფრენა იქ დიდი რაღაც რიტუალების მერე აბა ერთად მივდივარ და ნუ გეშინია მე ნათლულები ვიყავს ბევრი არ ჩამოვარდება ეს ფრენავი რაღაცები აქეთ იქე ნათლულები ვიყავს ბევრი არ ჩამოვარდება არ არსებობს 2 საათ ნახევარი თუ გრძელდება ეს ფრენა მაშინ მოდის თუ 2 საათი და 25 მაგდეხას მე ვერ არ არსებულია არ არსებულია რომ მაგდეხას მე 5 ზუსტ მეცი პატივი
ეხლა ბოლოს მივფრინავდით, არ მახსოვს გერმანია იყო, სად იყო? მაი რაღაცნაირად გადავლახე, რომ всё. წავიდა. უცებ-ეს ბორტ გამცილებელი. იძახის რომ უნდა დავჯდეთო. თან ჩვენ წინს ხედავთ და ჯერ ჩვენ გვითხრა რა. რომ გავხედე და რაღაცა შეშფოთებული იყო და დავჯდებითო და რატო თქო და არაფერი ბაგაჟის კარი დარჩა ღიაო. რა სამო ბაგაჟის კარები არ იკეთებაო. კარები ეს ახლა აქ რა ამბავია პატარა დღეში არის. მე ნუ ახლა ხო იცი გლიცირის ხასიათზე ვარ მე ვთქარ წამოვდე კი ფეხზე ხალხმა იქ ხო შეიქნა ახლა კარები არ იკეთება ჩვენ რაც ხას გვატყუებენ ეთყობა რაღაცა ის კარობკა ჩაეშალა ამას რაღაცა იქ ვჯელობა მიდის მე ვთქარ კარები არ იკეთება სამედიანი გლუჩი ხوار გიგდია თვინმეს რომ გადაუჭირა და აღარ დავჯდებით მაგრამ გავაგზავნე არა კაცო არაფერი რაღაც ღილაკი ანთებს წითელს და ყვირის ძაანო თორე დაანჩენია ჩამოვედი ვინც გაგვაცილა ძვის მოგუშორა იმ აეროპორტში ერთი ბოთლი კონიაკი გირს რა ვიცი 4000 მანეთი კაცი გადაიერა უკარო დაგვინახა ახლა ისევ ჩამოხვედითო დავინახე მერთო შეგვეციოს მათი მადლი მამაოები და მეთქი ვიფიქრე რომ აი ეთყობა რომ ამათ უნდა დამშვიდობებოდი და იმიტომ და მივარდი მამაოებთან დამროცეთ მამაო ეხლა იცი ჩამოვედით და ეხლა მეორედ უნდა გაფრინდეს და კიდე არაფერი არ დაჩეს მამაოდან მამაოზე დავდიოდი დამლოცეს მომეფერეს ამიტომ შესახა რა ვიცი და ავედით მე მშვიდობიანად ყველაფერი დამთავრდა გეუბნები მე შენ აი ერთი თვით ადრე შემიძლია ვინერვიო ხო მოკლედ ჩემპაატა მოდი ახლა შენ რო დაგიჯდებიან ხოლმე სტუმრები ხო არ არის მარტივი სტუმრად ყოფნაც არ არის მარტივი რა რომ დაგიჯდებიან ხოლმე შენ სტუმრები და რაღაც დავალებებს რო აძლევ და უფიქრებთ აქ და რაღაცას მეც მინდა ერთი პატარა ისეთი დავალება მოგცე რა მიმართულების ნუ რთული არ არის ახლა აჯიმანიებს ხوار გაგაკეთებიებ აქ არა რა ვიცი კაცო აქ ახლა დაჯდება პატარა თვითმფრინავი რომელშიც უნდა ჩაჯდე ასეთ დავალება კაზე ახლა მე ჩვენ ბიჭებს აგერ რა თქმა უნდა მე მაგას სანამ ვიტყოდი მე მინდა რომ სანამ ეხა მე ვიცი რომ ნამეტანი იუმორისტული ნაწილი იქნება ისე არ იქნება ეგ ამბავია მე მინდა რომ ყველას უთხრა მადლობა ჩემი ცხოვრების ვანძილზე ვინც გვერდით მედგა და იმ საქმეში რასაც დღეს ვაკეთებ ნებისმიერი მიმართულებით რაღაცნაირად გვერდში დამიდგა და კი ბატონო მადლობა მათ დიდხანს იყავით მიყვარხართ და მიყვარხართ ძალიან და მინიმუმ ერთი ამდენი მინიმუმ კიდე ელოდება თქვენ გვერდში დგომას ხარდაჭერას და ურთიერთობას ჩემგანაც იგივე მათ რა ხდება რა ხო ეხლა მე გადმოგცე მაგერ პატარა ტექსტია დაწერილი და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩემი გიორგი და ბიჭები აგერ მოგეხმარებენ და შენ უნდა იმღერო რა რაღაც ტექსტები და დავწერეთ რაღაც ჩვენმა სცენარისტებმა ო გაგიჭირდება გადავლეთ თვალი მაინც ეხლა შეიძლება 100-დან 100 არ დაგვიჯერებს რომ ეს მე არ ვიცი ხო მაგრამ ნამდვილად არ ვიცი და მაგრამ 5-ს რო დაიჯეროს შათვალე პრინციპი დაბავდია